ივანიშვილის ბოროტი კლოუნების საცირკო სეზონი გრძელდება და ტყუილა არ გაუგრძელებიათ, როგორც ჩანს, პოლიტიკური დევნა ერთ-ერთი მიზანი არის ამ ზიზღის კოლიზეუმის, რომელსაც სადავეში უდგას თეა წულუკიანი. პოლიტიკური დევნა გრძელდება კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის და ჩვენი პოლიტიკური ძალის. მიზანი მე მგონი ნათელია, აქ არის ლაპარაკი უკვე ღიად გაცხადებულ სურვილზე, რომ ჩვენი პარტია აღარ არსებობდეს, მამუკა ხაზარაძე საპყრობილეში ყავდეს დატყვევებული ოლიგარქს. ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ორმაგი შემართებით, ასეთმა ქმედებებმა, ესეთი ქმედებები ზოგადად ჩვენზე ვერ იმოქმედებს ემოციურად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებაში რუსეთის პუტინის რეჟიმთან და ამ გზაზე ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი ამბებია. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდირებულად, ერთად, ნაკლები კინკლაობით და დარტყმით ჩვენს მხარეს, იმიტომ რომ ჩვენი ძალა ამ ერთობაში, ამიტომ მე მოუწოდებ ყველას, რომ ვიდგეთ იქ, სადაც დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება და ვიდგეთ ერთად.